Давазовт архи точка глубокого погружения с видеос сеанси გამოძიება პარანორმალურისა. აგრეთვე ამ ვიდეოში არის მოცემული ინფორმაცია თუ რას ნიშნავს მთა კაილას. ხელოვნური მთაა ეს თუ ბუნებრივი და რა ფუნქციას ასრულებს. როგორც მეკითხარით, რეტალი არის რეგრესოლოგი და მას ყავს კლიენტი და ის ახლა კლიენტთან ატარებს სეანსს და ეკითხება ახლა ქალია კლიენტი. რა ქვია, არ მახსოვს. ეკითხება ამ ქალს, მითხარი მე შენ მოყევ უბრალოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც ერთი ფიზიკური რეალობიდან შენ გადახდი მეორე ფიზიკურ რეალობაზე. მოყევი როგორ იყოს საქმე. კლიენტი ამბობს, ეუბნება ლეტალიას, რომ მე დამირეკა ნაცნობა ქალმა და მკითხა შემიძლია თუ არა მე მას შევხვდე, რადგან ის მოფრინავს ჩვენ ქალაქში. კლიენტმა უპასუხა მის დაქალს, რომ შეხვდება აეროპორტში მას. მე შეხვდი მას. მას ჰქონდა ნახევარი დღე. მან მითხრა, რომ ის უნდა წასულიყო ძმასთან და ამის შემდეგ ის გაფრინდება მოსკოვში. მე ის მივიყვანე ძმამდე, დავლიეთ ჩაი, მე წავედი სახლში. ერთ კვირაში მე მას დავურეკე, ამბობს კლიენტი, რომ გამეგო თუ როგორ ჩავიდა მოსკოვამდე. მან მიპასუხა, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემ ქალაქში და არანაირი ძმა მას არ ყავს და ის ოცნებობს პიტერში ჩამოსვლაზე. ყოფილი ლენინგრადი. მე ამ ინფორმაციას ვერავის ვერ გაუზიარებდი. მე ჩამბლიდნენ გიჟად, მაგრამ ნახევარ წლის შემდეგ მე გადავწყვიტე, მიმეკითხა ჩემი დაქალი ძმისთვის, ვითომ მეკარი გამიხო მოხუცან ქალმა და მითხრა, რომ ასეთები, ვისაც მე ვეძებ, აქ არ ცხოვრობენ და არც უცხოვრიათ არასოდეს. მე მთლად ჩავიკეტე ჩემ თავში. ლეტალია ეუბნება მის კლიენტს, მოდი ახლა გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც შენ ხვდებოდი აეროპორტში შენ დაქალს. როდესაც ის შენ დაგიკავშირდა ტელეფონით, თქვენ მოილაპარაკეთ. მან მე მოძებნა ოდოკლასნიკებში. ეს იყო 2000 წელი, როდესაც იცვლებოდა ტელეფონები, იცვლებოდა ტელეფონის ნომრები, ყურმილები. ტელეფონი ჩვენ დავუკავშირდით ერთმანეთს და მე მოვაკითხე მას აეროპორტში, პიტერში. ლეტალია ეკითხება, თქვენ რომ შეხვდით ერთმანეთს, შენ რომ ის ნახე, შენი სიცანი, თქვენ არ იყავით, იცნობდით ერთმანეთს. კლიენტი ადასტურებს, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. ერთ კლასში იჯექითო, ეკითხება ლეტალია. კლიენტი პასუხობს, რომ არა, უბრალოდ ეზოში მეგობრობდნენ, სპორტზე დადიოდნენ. ლეტალია ეკითხება, ესე იგი თქვენ ფიზიკურად უბრალოდ იყავით ნაცნობები. კლიენტი პასუხობს, კიო. ლეტალია ეუბნება თავის კლიენტს, მოდი ახლა ვნახოთ ის მომენტი, როდესაც ის შენ დაგიკონტაქტდა პირველად ოდოკლასნიკებში. და რამდენი წელი გავიდა? ძალიან ბევრი დრო გავიდა. ლეტალია ეუბნება თავის კლიენტს, მოდი გამოვრიცხოთ ჩვენ, რომ ეს არ არის ის ფიზიკური პიროვნება, რომელსაც შენ შეხვდი. ხომ შეიძლება ისეთი მომენტი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ვიღაც სხვა, ვინც იმ ქალის სახელით შენ წინაშე წარდგა. ახლა შენ რომ მითხარი ეს მე, როდესაც მე შეხვდი მას აეროპორტში, ახლა კლიენტმა დაიწყო თხრება და ამბობს, რომ მე წამომივიდა ახლა ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ის ადამიანი, საერთოდ არ იყო ლეტალია. თუ ეს ის ადამიანი არ იყო, მაშინ ვიღაც მოერგო იმ ქალის ფიზიკურ სხეულს, გარეგნობა შეიცვალა, გახდა იმ ქალისნაირი და შენ გამოგიყენეს, ეუბნება ლეტალია მის კლიენტს. მაშინ ამ სიტუაციაში არაფერი არა განსაკუთრებული. ლეტალია იცინის და ეს უბრალოდ
ფიზიკურ პლანზე არის სხეულის შეცვლა, სხვა შეულის ასე ვთქვათ შეგდება. და პრინციპში ამ საკითხში არაფერი არ არის გამოსაძიებელი. მოდი ახლა ჩვენ ვიგრძნოთ, რაც მე ვივარაუდე, პირველად რომ გამოვრიცხოთ რაღაც ცრუ მომენტები. თუ შენ გრძნობ, რომ ეს არ იყო შენი დაკალი, მოდი ახლა ისე თავიდან გაიხსენი ის მომენტი და შეიგრძენი. როდესაც ის შენ პირველად ნახე, რადგან ფიზიკური სხეული შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ენერგეტიკა ხომ დარჩება და შენ ნახავ იმ პიროვნების იმ არსების ენერგეტიკას, რომელიც იმალებოდა შენი დაკალის გარეგნობის უკან. კლიენტი პასუხობს, აქ პირიქით გარეგნობა არ შეიცვალა, მაგრამ ენერგეტიკა. მან მომიყვანა ყველაფერი თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში 5 წლის განმავლობაში და როდესაც მე გავარკვიე, რომ ის არ იყო, მე დავიწყე ცნობების მოძიება და სინამდვილეში ინფორმაცია დაემთხვა, რომ ის იქ არ იყო. ახლა ლეტალია ამბობს, კარგი, ჩვენ ახლა მოდი სიცრუე გამოვიწყოთ და გავარკვიოთ, თუ რეალურად რა მოხდა მატრიცაში, ფიზიკაზე. გავარკვიოთ, რა იყო ეს, რა დროის ჯიბე შეიქმნა. ლეტალია ეუბნება კლიენტს, მოდი ახლა შევერთე შენ სულს, შედი შენ სხეულში იმ მომენტში, შეეცადე შენ ცნობიერებას შევერთდე, იყავი მაყურებელი. და როგორც დამკვირვებელი დაუბრუნდი იმ მომენტს, როდესაც შენ მას ხედავ ახლა პირველად, მრავალი წლის შემდეგ აეროპორტში პიტერსში, კლიენტი ამბობს, რომ ხო, მე ვხედავ ახლა ჩვენ როგორ გამოვდივართ მაქნისკენ, როგორც სული მე ვაკვირდები და ვარკვე, რომ ეს ის ჩემი დაკალი არ არის. ლეტალია ეკითხება, მაშინ იყო ის. მოდი ვთხოვოთ ამის გარკვევა, ვძევით. ეს იყო რეპტილოიდი, ამბობს კლიენტი. ლეტალია ეუბნება, ესე იგი ვიღაც მოვიდა რეპტილოიდის შენი დაკალის გარემოს ქვეშ, ესე იგი შენი დაკალის გარემოს ქვეშ იმალებოდა რეპტილოიდი. მე მასახო მქონდა კონტაქტი, საუბრობდით. დაკალები, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან, დიდი ხნის შემდეგ ხომ ეხვევიან ერთმანეთს. ეგრე მოვიქეცით ჩვენც. ლეტალია ეკითხება კლიენტს, ახლა შეჩერდი და დააკოდი თუ რა მოხდა იმ მომენტში, როდესაც თქვენ გქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი. ხომ არ გიგრძნია ენერგიის გადმოკაჩვა? ან რამე სხვა გზნობები ხომ არ ქონდა? მე მანამდე მქონდა ნათელხილულობა, ნათესვენელობა, ბევრი რამ მქონდა გახსნილი, სანამ ჩემი დაკალი შეხვდებოდი. მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც მე შეხვდი თითქოს ჩემ დაკალს, ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს, მე ყველაფერი დამეხურა. 12 წლამდე სანამ ლეტალია ამბობს, რომ ეს იყო სპეციალური მოქმედება, რომ შენ შეეჩერებინეთ, რომ შენ არ განვითარებულიყავი. და როდესაც შენ გაიგე, რომ ის გოგო არასდროს არ ყოფილა პიტერსში, შენ დამატებითი სტრესი და შეგემატა, შენ გაგიჩნდა შენი საკუთარი შენი თავის არაადეკვატურობის შეგრძნება. მოდი დავუბრუნდეთ ისევ იმ მომენტს, ეუბნება ლეტალია თავის კლიენტს, როდესაც თქვენ მოილაპარაკეთ შეხვედრაზე. ჩვენ ახლა ლენტას გადავახვევთ და ამოვჭრით იმ ადგილებს, სადაც ეს მომენტია დაფიქსირებული, იმ ასპექტებიდან, რომლებიც შენ დაგიზიანდა. შეხვედრას ჩვენ დავტოვებთ, რადგან მაგის მოჩვენება მთლიანად არ შეგვიძლია, მაგრამ შენზე მოხდენილი ნეგატიური გავლენას ჩვენ მოგიცილებთ. შენ იყურები გვერდიდან როგორც დამკვირვებელი, არ შედიხარ შენ სხეულში და შენი პირველი კონტაქტის დროს შეხვდები, რომ ის შენი დაკალი არ არის. მაგრამ როგორც ჩვენი ტვინი არის აწყობილი, ეს არის ინერციით, შენ ინერციით გაითამაშე ეს მომენტი. შენ ახლა ქმნი ახალ პროგრამას, რომელსაც ახლა გაახმიანებ, როგორც გინდა ისე გადააკეთე ყველაფერი, როგორც შენ ნამდვილ მოდის.
მოიფიქრე ახალი სცენარი. ახლა ჩვენ მოვითხოვთ რაც შენგან. წაიღეს ემოციონალური ზნობები, ენერგეტიკა, ჩვენ მოვითხოვთ რომ შენ ყველაფერი ეს დაგიბრუნდეს უკან. იმ დროის ნაკვეთიდან, რომელიც იყო ჩადგმული შენ ცხოვრებაში, შენ ცხოვრების დროის ხაზში, იმ ნაკვეთიდან ჩვენ ამონაკვეთ დროისა ხურავთ და ანულირებას ვუკეთებთ ყველა ნეგატიურ გავლენებს, რომელიც იყო მოხდენილი შენზე ამ არსებით. შეიძლება იქ ბევრი რამე იყო, რაზეც შენ არ იცი. ჩვენ ახლა მაგას ვაშორებთ. ეს შეხვედრა არ შემდგარა. შენ შენი სულის დახმარებით უკან მოითხოვ შენ დაკარგულ ენერგიას, შენი დახურული უნარები, შენ დახურულ უნარებს, რომელიც შემდეგ ისე გაიღება შენში, შენ იბრუნებ შენ საკუთარ პოტენციალს. ეს არსება ახლა მე მყავს ჩამწყდეული დროის ბუშში, მაგრამ მაგას მე მივხედავ. ახლა შენ დაიბრუნე ის, რაც შენ გეკუთვნის, ის სივრცე, რომელშიც იყო ჩამწყდეული ეს არსება, გაუქმდა და ის არასდროს არ არსებობდა. ამ წერტილში ის არასდროს ყოფილა და შენ აგრძელებ შენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ყველა შენი შესაძლებლობით და უნარებით. შენ როგორც ცული და როგორც დამკვირვებელი იყურები ზევიდან, შენი დაავადებები არ მოხდება, რადგან ეს ჩვენ აღმოვთქვით ის მომენტი, როდესაც ვიღაცამ შენ პირად ხაზში ჩამატა სხვა ხაზი. დეტალი ეკითხება კლიენტს, როგორ გზნობს თავს. კლიენტი პასუხობს, როდესაც ჩვენ წვიდავთ ყველაფერს, ჩვენსკენ წამოვიდა ძლიერი ენერგია, მე დავიწყებ თქნარება, მე წამოვიდა ცრემლები, ახლა გზნობს სიწყნარეს, სიმშვიდეს. დეტალია ძალიან კარგი. ახლა ამ მომენტში შენ სრულიად უშვებ, შენ გაქვს ნათქვამი, რომ ცხოვრების განმავლობაში შენ ყოველთვის გესმოდა მამაკაცის ხმა და გეუბნება შენთვის მნიშვნელოვან რაღაცეებს. რა იყო 4-5 თვის წინ, როდესაც, რა იყო 4-5 თვის უკან, როდესაც მამაკაცის ხმამ გითხრა, რომ შენ უნდა გაემგზავრო ბაიკალზე. რომ უნდა მიხვიდი იქ ბაიკალის ასტრალური სხეულის გავლით. კლიენტი პასუხობს, როდესაც მე გავიხვიძე ამ ხმისგან, კლიენტი ამბობს, მე ვკითხე ამ ხმას, რამიდან მე ბაიკალზე, მან მითხრა, რომ შევიდე ასტრალზე, რადგან იქ არის იქ დახვდება რესურსი. მე შევედი ვეგეტატიურ მდგომარეობაში და თვითონ წავედი ბაიკალზე. იქ ყველას არ უშვებენ, მე მითხრეს, რომ ველოდებიან და როდესაც მე შევედი, ის იყო გრძელი კარიდორი, გრძელი დერეფანი, მე იქ ვძოვდი თავს შვიდად, მე ისე კარგად ვიყავი, თითქოს მე იქ დავყოფილვარ და მე ეს ყველაფერი ვიცი. ისევ გაჩნდა ფიზიკური ხმა, შენ აქ არაფერი გესაქმება. ლეტალია ეუბნება კლიენტს, მოდი ახლა აქ დროებით შევჩერდეთ. ეს ხმა, რომელიც შენ მოგესმის, შენ იცი ეს ხმა საიდანაა, ვინ არის? შენ რატომ გაქვს ასეთი ნდობა? მე ნდობა მის მიმართ გამაჩნია იმიტომ, რომ იგი ხოლმე მოდის იმ მომენტებში რაღაც დანიშნული სიტუაციების დროს ჩემ ცხოვრებაში, როგორ უნდა ახსნა არ ვიცი, ის მართხილებს მე და როდესაც მე არ გამომდის არაფერი, ის მეუბნება, როგორ უნდა გავაკეთო ეს. შენ თუ იცი, ეკითხება ლეტალია კლიენტს, რომელი ასპექტის დახმარებით მოდის შენთან ეს ინფორმაცია. მოდი ხმის ვიბრაციის მიხედვით გამოვიკვლიოთ. ჩვენ წავალთ და ვნახავთ, ვინ გადმოგცემს შენ ამ გზავნილებს. გაიხსენი ახლა ეს ხმა და ვიბრაციის მიხედვით ეცადე მოძებნო. ეუბნება ლეტალია კლიენტს. კლიენტი პასუხობს, ეს ხმა არის ნათნობი ამ ცხოვრებაში, ამ ფიზიკურ ცხოვრებაში მე ეს ხმა არასდროს არ მსვენია, მაგრამ იმდენად ნაცნობია ეს ხმა ჩემთვის,
ლეტალია ეუბნება, რომ შენ ამ ხმაზე შეგიძლია გახვიდე განზომილებების გავლით წახვიდე, დროც გაიარო და შეგიძლია ნახო, ვინ ლაპარაკობს, ვისია ეს ხმა. იქ შეიძლება შენ დახვდეს სხეული, შეიძლება არ დახვდეს სხეული, შეიძლება ერთ-ერთი შენი ასპექტებისგან არის, მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, მაგრამ უნდა იცოდე წყარო რა არის, რომ ისევ გაუგებრობა არ მოხდეს და ისევ რამე სხვას არ შეეჯახო, რომ იცოდი ვისთან გაქვს ურთიერთობა. კლიენტი ამბობს, მე მიყვები ხმას და ხვდები მდელოზე, რომელიც გავს 64-ს და ჩემწინ იქ ჩემწინაშე დგან არიან ნათელი არსებები, ისინი ბევრი არიან, მელაპარაკებიან, ისინი არიან მზის ძმები. ლეტალია იკითხება, ეს არსებები მზედან არიან? კლიენტი ადასტურებს, ხო. ვინ არიან ისინი, ეკითხება ლეტალია, ის ცივილიზაცია, რომლებიც ჩვენ მზეზე ბინადრობენ თუ რომლებიც ცენტრალურ მზეზე ბინადრობენ? კლიენტი ეუბნება, რომ ცენტრალურ მზეზე. ლეტალია ეკითხება კლიენტს, რისი თქმა შეგიძლია მათ შესახებ შენ თუ რასაკვირველია ისინი მზად არიან ინფორმაცია გაგიზიარონ. ისინი ახლა მეკითხებიან, რატომ ჩემ დახმარებით მოდის კონტაქტი, მეუბნებიან, რომ მე იმიტომ ამირჩიეს, რომ მე შემიძლია ტრანსლირება ვიბრაციების მიხედვით, გამაჩნია ესეთი ვიბრაციებიო, რომ შემიძლია ტრანსლირება მათი გზავნილების. როდესაც მე ჩემ თავთან ვატარებ სეანსებს, ისინი ყოველთვის შემგორდით არიან. როდესაც ისინი ლაპარაკობენ, ისინი მათი ხმები ერთიანდება ერთ ხმაში და ერთ ხმაში და ის ხმა მოდის მერე ჩემამდე. ის არ ყოფილა ერთი არსების ხმა. შენ მიეკუთვნები მათ შენი შთამომავლობით? კლიენტი პასუხობს, ხო, მე ვარ ერთი მათგანი. რა ეწოდება თქვენ ცივილიზაციას? ეკითხება ლეტალია კლიენტს. რასაკვირველია, თუ არის შესაძლებლობა ეს გავიგო. საერთოდ მზეები, ვარსკვლავები არის კარიბჭეები და ჩვენი მზითაც ბევრი ცივილიზაცია ხდება ჩვენ მიწაზე. მზის ლოგოსის ნაწილით ოპერირებს ამ სისტემებით, ესე იგი, ამ ცივი პლაზმის ცივილიზაციები რამდენად გადაიკვეთება თქვენ ცივილიზაციასთან, როგორ ურთიერთობენ ისინი ვიბრაციულ დონეზე. კლიენტი ეუბნება ლეტალიას, პასუხობს, ესე იგი, ის არსებები ეუბნებიან კლიენტს. ხო და კლიენტი გადასცემს მათ ნათქვამს. მეო მითხრეს, რომ თქვენ პლანეტებს კითხულობთო ფიზიკურ დონეზე, ხედავთო ფიზიკურ დონეზე, ჩვენ უყურებთ თქვენ პლანეტას როგორც ნაძვის ხეს, მაგაზე კიდია ბურთები და თქვენ თვლით, რომ ეს არის თქვენი სამყარო, მაგრამ სამყარო ბოლო არ უჩანა. ზე, რომელიც თქვენ თავზე კიდია, ეს არის ხელოვნური. თქვენ აგიწყოს ნაძვის ხე და ამ ნაძვის ხეში ცხოვრობთ. ლეტალია პასუხობს, რომ ჩვენ საქმის კურსში ვართ, ვიცით, რომ ჩვენ ხელოვნური მზე გვაქვს. ლეტალია თხოვს კლიენტს, რომ გადასცეს იმ არსებებს, რომ გააძლიეროს ეს კავშირი, თუ არის შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ შენთან ხშირად და შესაძლებელი შენი შეკვეთით, ისარგებლო ამ ხარისხით, დაკავშირით ამ ცივილიზაციებთან. შენ შეგიძლია ახლა, ეუბნება ლეტალია კლიენტს, სთხოვო მათ, აღიდგინო შენი სინათლის სხეულები. კლიენტი პასუხობს, რომ მე ამით ვარ დაკავებული, რატომ მე აღმიდგინეს ყველა ენერგეტიკული ხაზები. ლეტალია ეუბნება კლიენტს, მე შენ შეგაჩერე იმ ადგილას, სადაც შენ გეუბნებიან, რომ უნდა წახვიდე კაილასზე და კაილასის მთა
თითქმის ყველა მიცით რა სად იმყოფება და შენ გითხრეს რომ შენ უნდა წახვიდე ვირტუალურ მოგზაურობაში კაი ლაზზე მოდი ეს გავაკეთოთ ახლა გადაიტანე შენი თავი ამ სივრცეში სადაც განლაგებულია კაილასი თა კაილასი Поклоняются буддисты. ეს არის ტიბეტზე ეს არის ტიბეტი სადაც მას თაყვანს ბუდისტები უამრავი ხალხი მიედინება კაილასისკენ ეს არის ძალის ადგილი კაილასი ჯერ არასულა არავინ რადგან კაილასი არ უშვებს ადამიანებს მის მთაზე უпростоრად თავის თავზე რადგან ის ფლობს ადამიანებისთვის გაუგებარი ენერგეტიკას და არ იძლევა საშუალებას კაილასზე ავიდეს ადამიანი და როგორც გადაგებს ბუდისტური რელიგია იქ ცხოვრობს უდიდესი შივა რომელიც მართავს მრავალ ასპექტს ჩვენ დედამიწაზე რომ იქ ცხოვრობენ ღმერთები როგორც ადრე ღმერთები ცხოვრობდნენ ოლიმპზე ახლა ეგრეთ წოდებული ღმერთები ცხოვრობენ კაილასზე მოდი ვნახოთ ვისი ჩვენება უნდა ჩვენთვის და რისი მოყოლა როგორც მე მესმის კაილასი არ არის ბუნებრივი თა ის არის ხელოვნურად გამოკვეთილი ის არის ტექნოგენური ვინ დაამუშავა ეს ტექნოლოგია ვინ გამოიგონა ვინ ააწყო რომელიც ახლა იქ არის განლაგებული თაკალასის შიგნით რა ცივილიზაცია იყო ეს როდის იყო ეს რა იცი შენ ამის შესახებ კლიენტი პასუხობს კაილასი ყველაზე წმინდა ადგილია დედამიწაზე ნელი ძალები ვერ შევიდა კაილასს ვერ მიაღწიეს კაილასს ამ ადგილიდან მართავენ მთელ დედამიწას ეს არის პულტი მართვის მთელ დედამიწისა ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც ბნელი ძალები ვერ შევლიან ეს ერთადერთი ადგილი დედამიწაზე დარჩა ნათელი ეს მთა არის როგორც მართვის პულტი ის არის ძლიერ დაცული ლეტალია ეკითხება ვინ იცავს მთა კაილას რომელი ცივილიზაცია პასუხისმგებელი მის დაცვაში შეხედე მათ და მითხარ ისინი როგორ გამოიყურებიან ეუბნება ლეტალია თუ აქვს მათ ფორმა თუ ფორმა არ აქვთ მაშინ წაიკეთე მათი ენერგეტიკა ისინი გავლარიან როგორც წაგრძელებულ ღრუბლებს და მათ უჭირავთ სივრცე მთის ზევით ესე იგი ზედაპირი სივრცე უჭირავთ ამ წაგრძელებულ ღრუბლებს ეს წაგრძელებული ღრუბლები ყოფილა დაცვა ესე იგი ესენი არიან გონიერი არსებები ჩემი სხეული იწყებს ვიბრირებას როგორც მე მივახლოვდები ამ თავს მეც ვარ დამყოფი ბავშვობაში კაილასთან ამბობს ლეტალია და ეს არ არის ერთი მთა ეს არის მთელი კომპლექსი მთის კომპლექსი პირამიდებიდან რომელიც წარმოადგენს ერთიან სრულ სისტემას რომელიც ახდენს ძლიერ გავლენას ჩვენ დედამიწაზე მოდი შევეცადოთ ამაზე ვილაპარაკოთ კაილასი ახლა მე რომ ვაკურდები გვერდიდან არის სუქანი წერტილი ლეტალია ეუბნება რომ ეს არის ცენტრალური წერტილი და მაგიტომ რა ტექნოლოგია არის განლაგებული ამ მთისში რა არის კიდევ დამალული ამ მთაში რაზეც ჯერ კაცობრიობას წარმოქმნას კი არ აქვს უბრალოდ შეიხედე შიგ და ნახე კლიენტი ეუბნება მე მივედი ახლოს ქუდი ავაძრე თავს და იქ არის უზარმაზარი სივრცე დიდი ბურთივით მიკროსქემა ხედავ ლეტალია ეუბნება რომ ეს მიკროსქემა არის დაკოდირებული ეს არის უზარმაზარი ხელსაწყო რომელიც გარედან არის დაფარული დამალული თვითის მიერ როგორ მუშაობს ის კლიენტი ამბობს რაღაცას მაგრამ ნახევრად არ მესმის როდესაც ცნობიერება იქნებაო
ალბათ მაღალ დონეზე, მაშინ ეს აქ ამ მიკროსხემასთან წვდომა ექნებაო ყველას. გეთაყვა მითხარი, თხოს ლეტალია, წვდომა რომელიც ახლა შენ გაქვს ამ ინფორმაციასთან, როგორ ხდება ეს ყველაფერი? ძალიან ცოტა ადამიანის უშვებენ შიგ, ნაკლებ ადამიანის უშვებენ კალასის შიგ, რომ ანახონ სქემა და შენ რის გამო შეგიშვენ? კლიენტი პასუხობს, მე ვნებია რომ შენ ადრე აქ იყავი. მე იქ მუშაობდი, ამბობს კლიენტი. რა სამუშაოს ასრულებდი და რა სხეულში ეკითხება ლეტალია კლიენტს. ჩვენ იქ ვიყავით ყველანი პატარა ზომის, სადღაც ალბათ 9 მეტრი იქნებია, ნებაჩულა 20. გვეცვა უნიფორმა და ყველა ესნერები ვიყავით. ლეტალია ეკითხება, სხეულები იყო ფიზიკური? კლიენტი პასუხობს, ხო, ფიზიკურად, მაგრამ პატარები ვიყავით. ეს ხალხი ქვედა შიდა დედამიწიდან არიან? ეკითხება ლეტალია. კლიენტი პასუხობს, კი. ლეტალია ეკითხება, შენ გენეტიკური კავშირები გაქვს მათთან თუ განსახიერები მეშვეობით ხარ მათთან კავშირში? განსახიერების გზით. ლეტალია ეკითხება, რა სამუშაოს ასრულებდით, რა ფუნქცია ჰქონდა თქვენ? ჩვენ ემსახურებოდით მექანიზმებს. პასუხობს კლიენტი. მე უბრალოდ ვიციო, რისი გაკეთება შემიძლია იქ და ლეტალია ეკითხება, და რისი გაკეთება შეგიძლია იქ? იქ ადამიანების ცნობიერებაში რთავენ პროგრამას არ დაუშავო სხვას. ეხმარებიან ხალხს გაახსენდეთ თუ ვინ არიან ისინი. როგორც ჩვენთან ეხლა აყენებენ ანძებს, ეს მთა კაილასი ურთიერთობს იმ არსებებთან, რომლებიც ახლა იმყოფებიან დედამიწაზე. ოღონდ კარგ გაგებაში. ლეტალია ეკითხება, მთა კაილასი რა ენერგიას ასხივებს და ამ გამოსხივების დახმარებით როგორ ეხსნებათ ადამიანებს მეხსიერება. კლიენტი პასუხობს, მისი ენერგია მოქმედებს მაშინაც კი, როდესაც შენ მას უყურებ. წმიდავს, კურნავს, ის კი არა შეგიძლია უბრალოდ ფოტოს შეხედო, უყურო მხოლოდ ფოტოს. ესე იგი არა აუცილებელი კაილას მეაკითხო ფიზიკურად. ამბობს ლეტალია. კლიენტი პასუხობს, და არცა ამის გაკეთება საჭირო, თუ მთელი ინფორმაცია გამოვა, დიდი რაოდენობით ადამიანები არ არიან მზად და აფეთქდებიან. ლეტალია ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, მე ვიცი რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ალპინისტები ცდილობდნენ კაილასის მთაზე ასვლას და ისინი ღებულობდნენ ან დამტვრობას, ან ფეხების მოტეხილობას, ან კიდე სხვა რამეს, ან ფსიქოლოგიურ ტრავმას, ან ხვდებოდნენ უცებ გაუგებარი მიზეზებით. კაილასი უშვებს, ყველას არა. თქვენ უნდა სთხოვოთო, ამბობს კლიენტი, რომ მთა კაილასმა მოგცეთ იმდენი ენერგია, რამდენსაც გაუძლებს თქვენი ფიზიკური სხეული. ლეტალია ეკითხება, ვის უნდა სთხოვო ეს, როდესაც მთა კაილასი არის მექანიზმი. ვინ არის პასუხებელი ამაზე? ლეტალია ამბობს, რომ კაილასი არის მამრობითი სქესის და კლიენტი ამბობს, რომ მთა აძლევს იმდენ ენერგიას ადამიანს, რამდენსაც თხოვს. მთას გენდერობა არ აქვს და როგორც გინდა ისე დაარქვი, გინდა მდედრობითი, გინდა მამრობითი სქესის იყოს, გინდა საშუალო, რაც გინდა ის დაარქვი. ლეტალია ამბობს, რომ გეთანხმები, ეუბნება კლიენტს, ახლა დაუბრუნდეთო იმ ცივილიზაციას, რომლებაც შექმნეს ეს ხელსაწყო, რომელიც აბქვევს ენერგიას, რომლებიც გამოიყურებიან როგორც წაგრძელებული ღრუბლები. შეიძლება თუ არა ამ ღრუბლებთან ურთიერთობა.
კლიენტი პასუხობს, რადგან შენ ეს ინფორმაცია. ლეტალია პასუხობს, ეუბნება კლიენტს, თითქოს მე შემიყვანე სამველში, იძლევა ინფორმაცია, მე თითქოს ვარ მკვლევარი და ვიძლევი ღრმა შეკითხვებს და თუ არის შესაძლებლობა ამ კითხვებზე პასუხი მივიღო. კლიენტი ამბობს, ვიტყვი ერთს, დედამიწის გადარჩენა. და ლეტალია კითხულობს, როგორ შეიძლება ჩვენ მოვახდინოთ დედამიწის გადარჩენა დღევანდელ დღეს. კლიენტი ამბობს, მე მეუბნებიანო, არ დააზიანო, არ დააზიანო, არ მიაყენო ზიანი, არ მიაყენო ზიანი, არ მიაყენო ზიანი. ლეტალია ამბობს, მე მესმის, რომ ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული ნაწილობრივ, მაგრამ მე ვარ კოსმოსური არსება და მე მაქვს უფლება ვიცოდე, რას თავაზობ თქვენ, როგორ მოვექცეთ ამ ენერგიას, რომელიც მოდის თან კაირასიდან. როგორ უნდა გამოვიყენოთ, რა დანიშნულებისა და რა მასშტაბის. კლიენტი პასუხობს, თქვენ უნდა მიხედოთ თქვენ ფიზიკურ სხეულებს, ცნობიერება შეიცვლება, ადამიანების ცნობიერება შეიცვლება, გავრცელდება ინფორმაცია და როგორც თქვენ ამბობთ, გამოიღვიძეთ. ლეტალია ეკითხება, როგორ შეიძლება ამ ენერგეტიკულ ნაკადში შეცვლა, რადგან არიან ბევრი ცივილიზაციები, რომლებიც იცავენ შესასვლელს ამ ენერგიაში. ერთ-ერთი არიან ასურები, რომლებსაც აქვთ ახლა ატრული სხეულები, იცავენ შესასვლელს კაილაში, მთა კაილაში. ადამიანს, რომელიც შეეცდება ამ კარებში შევიდეს, ამ ენერგეტიკულ სისტემაში შევიდეს, ხომ არ მიიღებს ის ნეგატიურ დარტყმებს. კლიენტი პასუხობს, არა საჭირო შეხვიდეთ. შიქ არა, კლიენტი ამბობს, რომ შიქ არა სავალდებულო შეხვიდე. პროდნიკებმა იციან, როგორ გაიარონ არსებების ესე იგი, არსებების გავლით იქ ყოფილა ნაცრისფერი, ტუტასფერი, თეთრისფერი არსებები და ამ პროდნიკებმა როგორ იქნება ეს ქართულად გამქილებლებმა იციან, როგორ უნდა მოახდინონ დაცვა იმ ადამიანებსა, რომლებიც გაყავთ, რომ არ მიიღონ დაზიანება. ლეტალია ამბობს, რომ კაილაში მე თუ ადამიანები შევიყვანე, მე მაქვს სხვა ინსტრუმენტები, მაგრამ ამას ვამბობ ისე, ნებას დამთავენ თუ არა, თუ თქვენი მიზანი არის არ მიაყენოს ზიანი, მაშინ მობრძანდით. ლეტალია უხდის მადლობას იმ ცივილიზაციას, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა